Hello, აბარა გამოაჩენი TikTok ვიდეო. ესე იგი, აი მე ამ Facebook-ის კომენტარებს რომ ვათვალიერებთან და იმასაც რომ კითხულობთ საქმე რო არა მაქვს, ესე იგი და ეს განათლებას რაც შეეხება თქო, ჩემი ხელით გადაწერილი კონსპექტები არა, ჩემი კალიგრაფია არა, ეს ბოლო მენანება ესე იგი, ამიტანი გაჭირვებას რო ვიყავი პასტა მითავდებოდა და რვეულიც მეტის კიდვის შანსი არ მქონდა. და ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ აი მაგ რუსთაველზე მიტინგების მერე ზუსტად გამსახურდია აქედან გარცევით რომ დამთავრდა და თბილისის ომით რომელიც ესე იგი შუქი რო წავიდა 92 წელს აღარ მოვიდა 2003-მდე ხოლო ესე იგი იქ რაღაცა ის მიწერია პოდკასტს უყურებდი ვიღაცა გოგო იყო იმაზე რა ქვია მაგას YouTube-ზე და გეოპოლიტიკას და პოლიტიკას რაც შეეხება ჩემი სპეციალობაა და რაკი საქართველოში ვარ ეს პერიოდი და იმიტომ რომ ესე იგი დედა ჩემის და მე რა ვიცი თბილისელობის და იმის და ამის ხათრით ვიღაცა მართლა ჯერ არ ვიტყო სიტყვას ის რა ქვია ძამბებზე მეტად მეკუთვნის საქართველოს ცხოვრებას ჩემი აზრით გამოთქვაც და ასე შემდეგ მე ამ ქალაქში როლის შევასრულებ კიდეც და ასე შემდეგ და ის რომ ამდენი ხანი ხალხის გართობის მიზნით, იმიტომ რომ საკუთარი განათლება რატო არ ამჟღავნებდა რაღაცა 3 უნივერსიტეტი დაამთავრე თუ სამი უმაღლესი და ისა და იმის გამო რომ ვთქვათ აი თუნდაც ეს ვეტერნები მეთქი აქვია ემიგრანტები ასე ვთქვათ რომ იწერებიან რაღაცა და მე რა ვიცი ახლა რო ვთქვათ ისეთი განათლებული მე რა ვიცი ვიცნობდი და ხარებთან მეგობრობდი რომ ჩავდიოდი ხოლმე იტალია გერმანია მე რა ვიცი იმასთან შოპენჰაუერზე მარაკათუ იმაზე რა ქვია მაგრამ სორენ კიკეგოზე და ოტო ვაინენგერზე და ჟაკ დერიდარზე და ასე შემდეგ ბოდრიასაც შეეხება და პოსტმოდერნს და ჟან-პოლ სარტს და ასე შემდეგ აგერ გადმოწერილი მაქვს ის რა ქვია კიდევ წერდი ბავშვობაში რა უნივერსიტეტში სწავლის დროს ჟურნალში და ჟურნალში არ გაზეთმას ჟურნალისტად იყო რო გამოვიდა პირველი რაღაცები და აქ რამდენი 7 ლარი მქონდა მე მგონი 4 თაბახის ფურცელში ეგიდან მოყოლებული ეს კიდე ჩემი ისინი ამონაწერებია ეს კიდე რუსულის შრიფტია ეს იგი რომ არუსკი тоже გასცემა პისუ იმიტომ რომ ბავშვობიდან ჩემ ბავშვობაში აუცილებელი იყო რუსულის სწავლა სკოლაში შედიოდა იმაში აქვს ნუ უნდა გესწავლა რა მოკლედ ხო და ეხლა რომ ზოგი ისინი რა ქვია ჟურნალისტები გაგიჟებენ სადაც დაახლოებით ჩემ ხელები ან ცოტა დიდები ან ცოტა პატარები და რუსული ვითომ იმიტომ არ იწავლეს რომ ის რა ქვია დისიდენტები იყვნენ თუ რაღაცა ისა ესე იგი მაგარი უნიჭო იყო იმიტომ რომ ვერაფერს ვერ წაიკითხავდი მაშინ ესე იგი დამთავრდა ქართულად რაც ქართული მწერლის მე საერთოდ ვერაფერს ვერ წაიკითხავდი იმიტომ რომ ყველაფერი რუსულად იყო და ირაკლი ჩარკვიანისგან აი ესე ციფრი რაღაცა თითო წიგნის თხოვებებით ვაძლევდით ესე ერთმანეთს და თან საქმე რო არა მაქვს ესე იგი ამ იმის კომენტარების გამო რომ ბათვალიერებ ესე იგი ვინო დაწერა და ისა და ის თამარა რაზმაძე მშვენიერი გოგოა მე მგონი ბათუმელია თუ რაღაცა და ეტყობა არ სამთავრობო ესა გედა ჩარკვიანთან ერთად აგემწერალთა სახში ბულოცა ჯამთაც თითოთაც რუსულად 2014-ში ისა რა ქვია მგავს მანამენაბდე ხო მუსიკოსი კიდევ თუნდაც აგერდა ესე იგი ხაყლეს მეძახი და ხანის აღარეს რა იურესტალმი ის კი მოგივლია სისტერ აქეთი კიდე ყობა დავითაშვილთან ერთად როგორ ფოტო და პარლამენტარებთან ერთად ყოფილა რო გიწერია მაგ პარლამენტარი მე ისა რა ქვია ცებით რომ მოყოლებინეს რამის და წინა მთავრობამ მე მაგ ისა რა ქვია საწყალი რაღაც კი მოდაემართა ხო თუ რაღაცა მე თვალწონოს მე ვაიმე ამ ქართველებს ხო ისა მithumetes უცხოელებთან აი ესე რომ დადიც აი ეგ ვინც რუსთაველზეც გახართ და იმ მთავრობას თუ ვიღაცას ოპოზიციას აპრავებთ რომელიც ესე იგი დადიც ამ ევროპას ეხუწება რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიწვიტონ და თან ანუ პოლიტიკური მიზნით იცით ხო თუ გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ ვაგდანი რომ პოლიტიკური მიზნით შეწყვეტის უფლება არ აქვს კიდევ ყველა ქვეყანა შეიკრიბოს ამ იმას რა ქვია რაღაცა განსაკუთრებული დანაშაული უნდა მოახდინო რომ ესე იგი ვიზა ლიბერალიზაცია შეგიწვიტონ და ეს ემიგრანტები კიდე ეგრეთ წოდებული ემიგრანტები როგორც აი ეს აი ოპოზიცია როგორც გიყურებთ შავ მუშებს რომ ყველაზე ძიშოვი ძონძი არა ადამიანების ტოლი ისინი რა ქვია
ხალხი რო ხართ არალეგალები, ვინც ევროპაში მუშაობთ, ესე ვთქვათ და მაგით დადიან და ტელევიზორში იძახიან თვითონ ხო, მაგ თქვენი სახეები, ვინც არიან რუსთავებზე მდგომი პოლიტიკოსების, რომ ხო ეს ქართველებიო ჩამოდიან 2-3 თვით მართალია არალეგალურად მუშაობენო, მაგრამ მაინც ფულს აკეთებენო და რაღაცა, რას ვი არალეგალურად მუშაობენ. ანუ ყველანი ეგენი ეუბნებიან, რომ ქართველები ხო იცით არალეგალები არიან, იპარავენ, მოვლელები არიან, ტრანსპირტავენ რაღაცა ისე, არალეგალურად ფულს იღებენ, იმას არიხდიან, რა ქვია, გადასახადს და ისა დაადეპორტეთ და გაუქმეთ ვიზა ლიბერალიზაცია, რომ ამითი ისა რა ქვია, იმან აიწიოს ტემპერატურა, ამ თუ რას ძახიან. იმდენიმე მოახერხეს ესე იგი, რომ მაინც 30 კაცი, არა 30 კაცი, კიევში რამდენი მოკლეს. კიევში ანუ მეიდანზე თვითონ ესროლეს ეს რამდენი ხო იცით, ეგრე გადაცემა ვნახე მშვენიერი. ეგ მიშას როარ გადაეწვიდა, რომ კინე გამოგვეყენებინეო და იმის ისა, იმიტომაც იყო, რომ მე მიშა მოხდა იმ მოდესის გამგებლად და თავისი კამანდა რო იქ დანიშნეს მინისტრებად და რაღაცა და რაღაცა. ხო და დღევანდელ მდგომარეობას არ შეეხება ამ მთავრობას ზენჭიბერის რა ქვია. ჯვარი დავწეროთ მართლა შვიდობა გვაქვს ეძერობით in the country. გადაიგონა ხოჭე. ხოდა მოკლედ ეს ეგ საგავჩედი არა უნდა მომყოლოდ სადღადავედი 2008-ზე რომ იწერია იქ რაღაცა 2 სიტყვა წერია სულ რომ ორღიანი ომი მეთქი და ვისაც არ გინახიათ ან არ გასწორთ ისა ძალიან დიდი ბოდიში და რაღაცა მართლა იმ ლეგენდების ხوار გჯერათ და იმ ხალხს როგორ არ ცხენია კიდე თვითონ მიშას როგორ არ ცხენია რომ ისა რა ქვია მე მოვიგეო ეს ფილმი ისა რა ქვია და პრეზიდენტები ჩამოვიდნენ ახო და დაგვიცოსო და რაღაცაო და ამერიკამ რაღაცა გამოაგზავნაო ამ კომენტარებში კიდე ვიღაც ხალები რო წერენ რომ ისა ბუში გამოვიდაო სად გამოვიდა ბუში სად გამოვიდა ვაიმე ისე განვიცადე მაშინ ეგომის ამბავი ისე განვიცადე ოღონდ საქართველოს მაშინ მართლა აი მაგ ომის დღემდე ისე კარგად მივდიოდით ქვეყანა ისე კარგად მივდიოდით ისე ვაიმე აი ისეთი ბედნიერება იყო ესე იგი მის საქართველოს იყო ბათუმში მე მგონი 6 აგვისტოს მაგ წელს თუ შვიდში არ მახსოვს ხო და თბილისიდან ვის გამოვყევი არ მახსოვს მოკლედ თბილისიდან წამოვედი ერთი დღით წავედი თვითონ ბათუმში ტარდებოდა ეს მის საქართველოს და ერთი დღის ტანსაცმელი წავიღე აღარც მახსოვს მოკლედ ესე და იმაში რა ერქვა იმას აჭარა მიუზიკ-ჰოლში იმის ზღვისპირას რო იყო გაკეთებული დიდი მე აღარ იყო მე მგონი იქ ტარდებოდა ხო და ცოტა გარეთ ვიჯექით მე მარიკა ვიყავით კიდე აღარ მახსოვს ეს მარიკა მახსოვს და წინ გივი სიხარულიძე ის და რაღაცა და ნუ ძალიან კაი დონეზე ტარდებოდა რაღაცა ყველაფერი ბედნიერი იყო გია ბარამიძე ის და ხოჟიურიში ისა და ამ დროს გამოაცხადეს რომ იურმალა იყო კიდე მაშინ ფესტივალი და იურმალაზეო გრან-პრი აიღო ქართულმა დუეტმა ჯორჯიამო და პირველი ადგილიო და რა მაგარია რომ ქვეყანა წინ მიდის და ყველაფერი რაღაცა ეწყობა და რაღაცა ძალიან მაგარი და ისა და ძალიან ყოფილი ხო 6-ში იყო ალბათ და მეორე დღეს 7-ში თუ 8-ში მოვდიოდით ჩემი ახლობლები შევხვდა მოკლედ იმ ტურისტებში ვიყავით მაშინ იმ ტურისტები იყო შერატონი აშენებული იყო თუ არა მგონი კი არ მახსოვს ხო და ისა ეს ჩემი ახლობლები რაღაცა იქ ქობულეთიდან კიდე თქვენი ახლობლები ჩამოვიდნენ მაკა იყო თავის ქმარი თქვენ ვაკაცი ნახალყელი ერთი საწყალი მოკლეს მოხალხონოს კაიგაცი ისა მოკლეს ისა და ბაცინე იმდენი ვიცინეთ რაღაცები გავისერეთ რაღაც ვიმაიმუნე ისა და დედაო ესენი იძახიან წვიმები წერიო 3 დღეო თქვენო ეხლა ბათუმში ვჩებითო და ზარიკოს უწავით და რა გვაშველებაო რომ ვიღა გამოგორთობსო ისა რა საქმე გაგვაქვს თბილისში ესენი მეუბნებიან მე რა საქმე ისა და დარჩიო მაშინ რა გინდაო რა გაკაბებს რო არ დარჩიო და რა ვიცი მე ერთი დღით მოვდიოდი ერთ წასაცმელი მაგვეთქი ასული მაგვეთქი ეს სადავჭეთო და დარჩიო მაგ პრობლემა არ არისო კაროჩო გაგეშვებთო ხვალო დასაწყებს იყიდითო ფულფოვცემთო ისა რა ქვია იმ ტურისტში ნომერს აგიღებთო დღეშიო კიდე 100 დოლარს მოგცემთო ან 200 კაზინოში დათამაშოთო კიდე შეიძლება მეტი მოგცეთო დედავი ქრაფთული შეაწყლება გიცო ისა და ესე დავჭი მოკლედ ამათანე და ისა და ხამე იყო კი აღარ მახსოვს რომ თუ დღეს დილით იყო რომ ისა მისამ რო თქვა რომ მოკლედ კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოთ იმაში რომ ეცხინვალში შევედითო და რაღაცა და დედაც თუ გავგიჟდით რომ ამდენი ბედნიერება ერთად დედაც ცხინვალსაც ვიბრუნებთ რაღაცა და ტაშტუში გვაქვს და რაღაცა და იმ საღამოს დღე ღამით გადაგვექცა კაროჩე მეორე დღეს ვიღვიძებ და ბათუმში არავინ აღარ არის ჩამოვედი ჩემი ნომრიდან და ისა და ესენი ყველანი წასულებია რა ხდება მეთქი ოჩაზურებიანი იყო დაწუბროსი და ომი დაიწყო რა დაიწყო მეუთხარი და ამერიკელები იჯდნენ მარტო 7 კაცი იქ იმაში პრემიერის ნომერში ჩემი ახლობელი ცხოვრობდა ისიც წასულია რაღაცა და კაროჩე დაცარიელებული დარბაზი სასტუმრო გარეთ გამოვედი კაცი შვილი აღარ არის ბათუმში ბანკომატები გაჭედილია ფულს ვერავინ ვერ იღებს მე სუფი გამორთეს თბილისს ბომბავენო რაღაცა გაუქენებაში არა ვარ რა ხდებოდა
არ გამოსულა ბუში და არავინ არ დაგხმარებია ევროპამ ისე ყლეზე დაგვიკიდა ევროპამ და ამერიკამ არადა ყველაზე ახლოს მაგ დროს ვიყავით ვიშარო ახლოს იყო ბუშთან ასე ვერასდროს ვეღარ ვიქნებით ამერიკის პრეზიდენტთან ამას გავაგრძელებ კიდე